ეს შედეგი იყო მკაფიო სიგნალი იმისა, რომ მაკრონის პოლიტიკას საზოგადოების მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა ჰქონდა. რამდენიმე წუთში ხელს მოვაწერ განკარგულებას, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებს 30 ივნისს საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო 7 ივლისს მეორე ტურზე უხმობს. დღეს მოგიყვებით თუ როგორ დაიშალა საფრანგეთის მთავრობა სულ რაღაც 14 საათში და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო. პოლიტიკური პარტიები ისე იქცევიან, თითქოს ყველას აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს მე მზად ვიყავი კომპრომისებისთვის, მაგრამ თითოეულ პარტიას სურს, რომ მეორე პარტიამ სრულად მიიღოს მისი პროგრამა. მაკრონის გადაწყვეტილება იყო სარისკო თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ლანდშაფტის გადახალისებას. ის არის ამ ქაოსის წყარო, რადგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომლის შედეგების მიღებაც არ ისრუა. მას შემდეგ რესპუბლიკა და დემოკრატია დამახინჯდა. მაკრონი ცდილობდა ძველი მეთოდებით ემოქმედა, მაგრამ ყველა მისი პრემიერ-მინისტრი მარცხს განიცდიდა, რადგან მათ არ შეეძლოთ მაგალითად საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება, რომელიც ახალი პარლამენტის უმრავლესობის მიერ იქნებოდა მიღებული.